მე მინდა რომ ერთი ქართველი ბლოგერის პატარა ვიდეო ვაჩვენოთ, რომელმაც შეაღწია სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის შემდეგ და შეაღწია აი ამ ერთ-ერთ უდიდეს საწყობში საუბრობს კაპტაგონზე, საუბრობს რისთვის მოიხმარდა. It's a fighter's It's like keep you wake up for a long time and keep you like military. Give you the force to go and kill and fight. ფაქტობრივად ადგილიდან გვაჩვენებს როგორ ხდებოდა ეგ ნარკოტიკული ნივთიერების დამზადება, როგორ ხდებოდა ასე ვთქვათ კაპტაგონის გამოყენება ამ სამხედროების ყვება ის კონკრეტული ადამიანი და მე ეს ნივთიერებების ამ ახლო აღმოსავლეთიდან, ხო? დიდი ალბათობით უკვე ხდება საქართველოში. მაგ ლეგიტიმური ეჭვი რომ არიან კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ, იმიტომ არიან ესე სასტიკებიც, არიან იმიტომ რეჟიმის ისენი კი არ არიან, რა ქვია, ერთგულები. კაპტაგონის ერთგულები არიან. რუსი ზოგადად, რუსი იქცევა ეგრე ხა რუსი კი ვინმეს კი არ ენდობა. რუსი ან ყიდულობს, ან ისა აქვს იმაზე რა ქვია, კომპრომატი აქვს მასზე, ან დამოკიდებულს ხდის. კგბ-ს აგენტი ფარცხალაძე ის იყო რა ქვია, პროკურორი და აგერ მთელი აგენტურული ქსელი აქვს დაწყობილი. ამ პირობებში რუსული მეთოდებით კაპტაგონზე შეესვათ ნახევარი ისა რა ქვია, ვიღაცა ეგრეთ წოდებული ძალოვნები თუ კუნთმაგარი იდიოტები, არ ზოგი თანამშრომელია, ზოგი არ არის, ვინც არის, ხარება საძმა კაცოს ენდობა ახლა მიძინა და შვიდად რატო ძინავს? ისი კაპტაგონზეა დამოკიდებული ზუსტად ის. მე ეგეთი ეჭვი მაქვს. თუ ეგრე არ არის თქო? რავი ძმაო, ჩაუტარო მაშინ სულ ყველა ნარკოლოგიური ტესტი და გამოაქვეყნო და თქვან რომ ხაბეიშვილი იტყუება რა.